2025 წლის 25 თებერვალია დღეს 104 წელია გასული 1921 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან, ანუ ოკუპაციიდან ჩვენ ვამბობთ, მარტებულადაც ვიქცევით ეს იყო რასაკვირველია ოკუპაცია, თუმცა ალბათ უფრო ხშირად უნდა გამოვიყენოთ ტერმინი ანექსია, იმიტომ რომ ეს არ იყო მხოლოდ ოკუპაცია, ეს იყო თავდაპირველად ინტერვენცია შემოჭრა, ანუ ოკუპაცია დაპყრობა, ანუ და მერე უკვე ანექსია მიერთება, ანუ და ანექსია როგორც ასეთი თავისი მნიშვნელობით ან ტრაგიზმით, ტრაგიკულობით გაცილებით მნიშვნელოვანი არ არის, ხო, არანაკლებ მძიმეა, მოდი ასე ვიტყვი. დღეს ვისაც არ ეზარება, მოკლებლივ ყველა ლაპარაკობს 1921 წლის 25 თებერვალზე და ბევრი იხსენებს, ასე მაგალითად იმ ცნობილ ლექსს, რომელიც მე გულახდილად გეტყვით, მაინც და მაინც არ მიყვარს, არ გიждები იმ ლექსზე და საერთოდ ეს ავტორიც არ მიყვარს, ანუ კოლა უნადირაძე. არ მიყვარს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულების გამო, მათ შორის პირველ ყოვლისა ალბათ იმის გამო, რომ როგორც პოეტი კოლა უნადირაძე არ მიმაშიაო დიდი პოეტი იყო, მაგრამ გარდა ამისა, მისი შეპირისპირება გალაქტიონ ტაბიძესთან აბსოლუტურ სიცულელეზე და თვითონ თავად რომ არ იყო მართალი იმ ამბებზე მიყალიბებს კოლა უნადირაძეზე ძალიან უარყოფით აზრს თუ შთაბეჭდილებას მიკრის მასზე. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას ეხლა ჩემს დამოკიდებულებას კოლა უნადირაძის მიმართ? იმ ლექსს იხსენებენ მოქალაქეები, ჩემი აზრით თავად როგორც ლექსია, განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ რაღაცა სულად ხანდი კი შექმნა. თვალშუში ის ლექსი დაწერილია 1979 წელს, გაგიკვირდებათ და დაუდარა თბილისებურა, თალხიდუნდა, სიონი და თუნდა გარკვეულწილად კარგი პოეტური სახეები, ხატებები არის შექმნილი იმ ლექსში, შემოდიოდა სიკვდილიცელით, ერთხელზე მშრომი, შემოდიოდა სიკვდილიცელით და ასე შემდეგ. ყველანი ვიაზრებთ 1921 წლის 25 თებერვლის მნიშვნელობას იმდენად, რამდენადაც ახლა ვიაზრებთ, განსაკუთრებულად ვიაზრებთ სწორედ წელს, იმიტომ რომ გარშემო ისეთი ამბებია, გარშემო ისეთი საშინელებები ხდება ჩვენს გარშემო, ჩვენი ქვეყნის გარშემო, რომ განსაკუთრებულად გრძნობთ გვაფრთხობს 25 თებერვლის გამეორების თეორიული ალბათობა შესაძლებლობაც კი, ამიტომ სწორედ წელს და არა შარშან. შარშანაც პრინციპში კი, მაგრამ წელს კიდევ უფრო მეტად ახმამაღლებულნი ვართ და ვამბობთ, რომ 25 თებერვალი არ უნდა გამეორდეს, 25 თებერვალი არ უნდა გამეორდეს, 25 თებერვალი არ უნდა გამეორდეს. თუმცა მე კიდევ გეტყვით ჩემს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით 25 თებერვლის არ გამეორება რა თომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, უფრო ზუსტი რომ ვიყო, ჯერ ვიტყვი თავდაპირველად რა მოხდა, რა გააჩერა 1921 წლის 25 თებერვალს ქართულ გვარიან რუსთა ჯგუფმა შემოიყვანა რა საქართველოში მე-11 არმია და გააჩერა რასაკვირველია არასრული 3 წლის დამოუკიდებლობის მქონე სახელმწიფო, მაგრამ პირველ რიგში გააჩერა ამ სახელმწიფოს უაღრესად სწრაფი ტემპებით განვითარების შესაძლებლობა და პერსპექტივა. რა გააჩერეს ბოლშევიკებმა? ეხლა ბევრი კომუნისტების თუ წარსულის ბევრი მომხრე იტყვის, რომ კომუნისტებმა აქა იქ წამიკითხე კიდეც, მეტრო შექმნესო, სპორტის სასახლე ააშენესო, რაღაცა სხვადასხვა ენგურესი ააშენეს ასე მაგალითად და ასე შემდეგ. უცნაურად ვიტყვი, დამოუკიდებლად იმისა, უკვე შემდგომი პერიოდის, თქვათ 20-იანი წლების, 30-იანი წლების დამოუკიდებელი საქართველო მოახერხებდა თუ არა ენგურხესის მასშტაბის მშენებლობის წამოწყებას და დასრულებას, 60-იან წლებში, 50-იან წლებში, 60-იან წლებში, ხო? დამოუკიდებლად ამისა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობა 1921 წელს იყო ჩვენი უზარმაზარი წარმოუდგენელი მასშტაბის უბედურება, იმიტომ რომ ჩვენ ვერ დამკვიდრდით იმ ერთა შორის, რომელთან ერთადაც შეიძლებოდა რომ დამკვიდრებულიყავით. აი, უცნაურ რამეს ვიტყვი, 1929
ოკუპაცია ხო საშინელებაა, მაგრამ 1939 წელს რო შემდგარი იყო ჩვენი თუ მაინც და მაინც საოკუპაციო ვიყავით, ოკუპაციო დამდგარი იყო ჩვენი ოკუპაცია, ჩვენ გაცილებით წინ ვიქნებოდით ახლა, როგორც ბალტიის სახელმწიფოები არიან, ვიდრე მართ. ანუ 18 წელმაც კი ჩვენ მნიშვნელოვნად დაგვხია უკან. ასაკურელი ოკუპაცია არ უნდა მომხდარიყო და არც ერთი ენგურხესი, არც ერთი სპორტის სასახლე, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი საერთოდ არაფერი არ იცვლება დამოუკიდებლობა თავისუფლებაზე, როგორც ასეთზე. ამიტომ მათ ბოლშევიკებმა, კომუნისტებმა გააჩენეს ჩვენი ქვეყნის განვითარება, გაგიკვირდებათ და მათ შორის აი ამ ინფრასტრუქტურულ, ტექნიკურ საკითხებში, თუნდაც სამეცნიერო საკითხებში, იმიტომ რომ თავისუფალ გარემოში, როცა თავისუფლება არის დასადგურებული, რასაკვირველია განვითარება არის უფრო მეტად ვითარდები, როგორც ქვეყნა და რომც არ ვითარდებოდე რომელიმე სფეროში, ასე მაგალითად კინემატოგრაფში, რა გიშავდება მერე შენ. ამით შეხომ თავარია რომ ხარ დამოუკიდებელი თავისუფალი თვითმყოფადი საქართველო, ქვეყანა რომელზეც ოცნებობდა ილია ჭავჭავაძე რა არის თუ არა სერგო ორჯონიკიძე ქართველი. აი ამ კითხვას რასაკვირველია ეს ქართველია. რასაკვირველია, ზემო იმერელი კაცია, პატარა იმერელი ბიჭი. ილიასთან კონტექსტში არ ვამბობ იქ მაინც და მაინც სერგო ორჯონიკიძე იკვეთება ერთის მხრივ 1907 წლის ამბავში და მეორე მხრივ არსებობს საფუძვლიანი ვერსია, რომ სულაც არ არის სერგო ორჯონიკიძე, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ ახლა. ხო, ილიასთან კონტექსტზე. ის არის ქართველი, სერგო ორჯონიკიძე, მაგრამ სერგო ორჯონიკიძე არის არსით რუსი. აი ამ არსით რუსობაზე ჩვენ გადავალთ ცოტა ხანში, როდესაც თანამედროვეობას, დღევანდელობას შევეხებით, იმიტომ რომ ვინ არიან არსით რუსები? ესენი არიან პირები, პოლიტიკოსები, ბანდიტები სერგო ორჯონიკიძის და არა მხოლოდ მის შემთხვევაში, რომლებიც აკეთებენ სხვა ქვეყნის საქმეს. გაგიკვირდებათ დიდი ადამიანები, გაგიკვირდებათ და ადამიანები, რომლებიც არიან სხვა ქვეყნის სამსახურში, და ამ შემთხვევაში ცხადია რუსეთს გულისხმობს სტალინი, ორჯონიკიძე, კიდე რამდენიმეს გახსენება შეიძლება, ქართულგვარიანი სახობერია, ხო ისინი აკეთებენ არა საქართველოს, მით უფრო სუვერენული საქართველოს საქმეს, არამედ სხვა ქვეყნის საქმეს. ამიტომ კითხვა არის თუ არა ორჯონიკიძე ქართველი თუ ქართველი რუსი, ის არის ქართველი რუსი, რასაკვირველია, ემსახურება რა რუსეთს. რატომ განთავისუფლდით ეხლა მათგან? ბრძოლით განთავისუფლდით და კიდე საერთაშორისო პაზლი, კონტექსტი, საერთაშორისო მდგომარეობა, რომ დაჯდა საჩვენო გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ეს არის ჩვენი დამსახურება, იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძოლეთ დამოუკიდებლობისათვის 9 აპრილი, საპროტესტო აქციები და ასე შემდეგ, ჩვენთვის ხონჩით არ მოურთმევიათ დამოუკიდებლობა, როგორც მიართვეს ასე მაგალითად ტაჯიკებს პირობითად ლაპარაკობ ან უზბეკებს, ამიტომ ეს ჩვენს მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობაც არის, მაგრამ ამავდროულად ეს არ არის მარტო ჩვენი დამსახურება, საერთაშორისო კონტექსტი დაჯდა ისეთი პაზლი დაჯდა ისე განლაგდა საჭადრაკო პოლიტიკურ გეოპოლიტიკურ დაფაზე ფიგურები, რომ ჩვენ ბუნებრივია, ჩვენ კი არა აგე ხსენებული უზბეკეთიც კი განთავისუფლდა ბოდავს ის, ვინც ამბობს, რომ 99 წელს მსხვერპლი რომ მოხდა იყო ეს ამაო მსხვერპლი, არასწორი 99 წლის 9 აპრილს ბუნებრივია არც ერთ ჩვენგანს, ვინც რუსთაველზე ვიყავით, ხო არ შეიძლება ადრე წამოვედი პატარა გახდით მაშინ ახალგაზრდა 16 წლის, მაგრამ მნიშვნელობა, მოკლედ, ვინც იყო იქ რუსთაველზე არც ერთ ჩვენგანს არ შეიძლებოდა სწოდნოდა რა მოხდებოდა 99 წლის 9 აპრილს და ეს ცხრილზე რო წავიდოდა საბჭოთა იმპერია, ამადა ვერც ისე წოდინებოდა ეგრა მაგის პასუხია, რომ 91 წლის მიწრულს, 90-იანი წლების დასაწყისში 91 წლის მიწრულს საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა, აქედან გამომდინარე, თავისი დაინგრეოდა, აქედან გამომდინარე, ხო, ესე საკითხავია, თავისი დაინგრეოდა, თუ არა, ხო, რა უნდა რუსეთს და ამას ოდნავ მოგვიანებით მიუბრუნდებით, ერთ-ერთი წინა
სლოგანის აბონათება მინდა, მაგრამ მოდი მაინც ეხლა რაღაც ვიდეო რგოლი ვნახოთ, რომელიც დღევანდელ ამბებს ეხება, უბრალოდ 2025 წლის 25 თებერვალს ეხება და იმას, რომ 25 თებერვალს დღევანდელი წლისა ჩვენ ვიხსენებთ 21 წლის 25 თებერვალს, მაგრამ ამ კონტექსტში კიდევ უფრო მეტად ვიხსენებთ და ერთიდანვე მახსენდება, როდემდე უნდა აღვნიშნოთ, მანამ ესეც სლოგანიც გქონდა ჩვენ, მანამ ვიდრე თუნდაც 1 კვადრატული სანტიმეტრი მიწა ჩვენი დაკავებული აქვს რუსეთს. ეს რომ აღმოიფხვრება ეს სატანისტური ბოროტი იმპერია რომ აღარ იარსებებს და გავაჩვენი ტერიტორიებიდან, ხო, მაშინაც არ გვექნება ჩემი აზრით კარგი ურთიერთობა, მაგრამ რომ გავა, ხო, მაშინ უკვე 25 თებერვალს ბუნებრივია ჩვენ ყურადღებას არ ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ. ახლა რაღაცა გლისა ერთი ვიდეო რგოლი გვაქვს თუ არ ვცდებით ჩვენ გასაშვები, რომელიც დღევანდელ წლევანდელ 25 თებერვალს ეხება. 25 თებერვალს 16 საათზე საქართველო იფიცება. 25 თებერვალი საქართველოსთვის ტრაგიკული დღეა. ჩვენ არ დავუშვებთ მის განმეორებას. დღეს ბევრად უფრო ძლიერები ვართ. უწყვეტი პროტესტი მოედო საქართველოს. ქუჩა-ქუჩა ვიცავთ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. 25 თებერვალს საქართველო იფიცება. იფიცებიან დასაქმებულები და დამსაქმებლები. იფიცებიან ადამიანები, ვის მხრებზეც დგას საქართველოს ეკონომიკა. სამსახურებიდან გამოვალთ გარეთ და მარშებით დავიძვრებით გმირთა მოედნისკენ. მივალთ გმირების მემორიალთან, ვინც სიცოცხლე შესწირა საქართველოს. მივალთ 59 სინდისის პატიმრის სახელით. მივალთ 500 ნაწამები თანამებრძოლის სახელით. მივალთ 1000-ობით უსამართლოდ დაჯარიმებული ადამიანის სახელით. მივალთ 100,000-ობით გაბრაზებული ადამიანის სახელით. მივალთ საქართველოს სახელით. მივალთ ჩვენს გმირებთან რწმენით და პირობით, რომ საქართველოს თავზე ყოველთვის იფრიალებს საქართველოს დროშა. ამგვარი პროტესტების დაფიქსირება პრინციპულად მნიშვნელოვანია. სწორედ დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ ვიტყვით, ჩვენ გრძნობთ, ხედავთ, გრძნობთ ეგზისტენციურ საფრთხეს, დამოკლეს მახვილს, ესე ვიტყვი, დაკიდებულ საქართველოს თავზე და უნდა ვაღიარო სამწუხაროდ გრძნობთ და ხედავთ უფრო ზუსტი რომ იყო, რომ ეს დამოკლეს მახვილი უჭირავს ქართულ გვარიან, თანამედროვე ქართულ გვარიანთა ერთ ჯგუფს, ქართულ გვარიან რუსთა ერთ ჯგუფს და სათავეში ამ ჯგუფისა არის სასაკულოვია ბიძინა ივანიშვილი ოდნავ მოგვიანებით. მას ახლა ორი სიტყვა ნოე ჟორდანიაზე ბევრს ძრახავენ მას იმის გამო, რომ 21 წლის თებერვლის 25-ისთვის, 25-26-ისთვის ის უკვე ბათუმისთან გადიოდა და მისი მთავრობასთან ერთად მის მიემგზავრებოდა საფრანგეთში. ეს ულახდათ გეტყვით, რომ რამდენიმე კრიტიკული წერილიც თვალწები მაქვს გამოქვეყნებული ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა რომ იაზრებ კაცი ამ პირველი რესპუბლიკის მთავრობას სხვა გზა ალბათ არც ჰქონდა, სხვა გამოსავალი არც ჰქონდა, იმიტომ რომ შეუდარებლად არ შესადარი იყო ძალები მე-11 არმიისა, საბჭოთა ბოლშევიკური არმიისა და დამოუკიდებლობის ცველებისა. სამწუხაროდ ესე არის, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ წარმატებებს ჩვენ იცით თქვენ მივახციეთ დასავლეთ საქართველოშიც და აღმოსავლეთ საქართველოშიც და უკვე შემდგომას 24 წელს, როდესაც ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დაიწყო აჯანყება საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა ისიც თქვენ რომ დაასრულდა ჩვენი მარცხნივ და ერთ-ერთი ბოლო იმედი იმისა, რომ ჩვენ საბჭოთა ბოლშევიკური, კომუნისტურ, ლენინურ, სტალინური რეჟიმისაგან განთავისუფლებოდით, ქვეყანა განთავისუფლებოდა ჩაგვდა. კითხვა განმეორდება თუ არა 25 თებერვალი უკვე ჩვენს დროებაში, ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია. ისე გეოპოლიტიკური პაზლი ვახსენე და ისეთი მდგომარეობა ახლა, რომ უკვე არაფრის გამორიცხვა აღარ შეიძლება. და არა იმიტომ, რომ რომელიმე ჩვენგანი ეგუება ამას ეპუება, მაგრამ ხანდახანზე ხშირად არის ხოლმე ისტორიული მომენტები, როცა ძალა
აღმარცხნავს, მით უფრო საერთაშორისო კონიუნქტურის გათვალისწინებით, ჩვენს წინააღმდეგ გამოდის არა მხოლოდ ერთი საშინელი ქვეყანა რუსეთის სახით, არამედ მეორე კარგი ქვეყნის, როგორც ცუდი ლიდერი დონალდ ტრამპის სახით, რომელიც ისტორიის სულისკვეთებას, სულთქვას, ეპოქის სულისკვეთებას მიზეზთა გამო ვერ გრძნობს. და ისეთ ნაბიჯებს დგამს გაგიკვირდება კაცს და გეწყინება მეთქი და ღალატობს მე ხომ ღალატობს მე საქართველოს, მაგრამ ღალატობს პირველ ყოვლისა შეერთებულ შტატებს, მის არსს, მის სულისკვეთებას, მის კონცეფციას, მას როგორც ქვეყანას თავისუფლების ცველს ეღრახანია და რამდენი ათწლეულია. განმეორდება თუ არა 25 თებერვალი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რა საკვირველია იმისთვის, რომ ეს 25 თებერვალი არ განმეორდეს და არ განმეორდება იმ შემთხვევაში თუ მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნების საზოგადოებები და მთავრობები იქნებიან ერთიანი და ბოროტებას დაარქმევენ როგორც ასეთ სამწუხაროდ აი ამ გრძელ ჯაჭვში ერთი მსხვილი ჯაჭვი ჩამოგვეცალა ყოველ შემთხვევაში დღევანდელი დღის 25 თებერვლის მდგომარეობით შეერთებულ შტატებს გულისხმობ, მაგრამ იმედი იმისა, რომ ის დაუბრუნდება საერთაშორისო დღის წესრიგს და სამართლის პრინციპს, აღქმას, გაგებას, გააზრებას, რასაკვირველია არსებობს. მეორე არის ეს ქართული საზოგადოების სულისკვეთება. დიახ, ბევრი ამბობს, რომ რაღა აზრი აქვს ამ აქციებს აზრი აქვს მათ შორის, იმიტომ რომ იმ საერთაშორისო თანამეგობრობამაც დაინახოს, ჩვენ არ ვჩერდებით და ვერ გავჩერდებით, აქედან გამომდინარე ეს ბრძოლა ჩვენი გრძელდება. თუ ვინმე სხვა უკეთესი იდეა მოაფიქრდება ამასობაში წინააღმდეგობის გაწევისა, ხო? დამიკავშირდეს მეთქი ასე ვიტყვი და მე ჩავთავ ეთერში, მაგრამ ან ჩემი ჩართვაც რომ არ არის ახლა მაინც და მაინც მნიშვნელოვანი გააცნოს საზოგადოებას ეს უკეთესი გეგმა. ერთჯერობით არ გამოჩორკნილა, არ გამოკვეთილა უკეთესი გეგმა, გარდა აქციებისა, რომლებიც ხანდახან აქციებისა, რომლებიც ხალხ მცირეა და ხანდახან ხალხ მრავალი კი, მაგრამ უკეთესი ვერც ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ ჯერჯერობით. ამ ყველაფერს პარალელურად ახლავს ასაკვირველია ინტერვიუ, პოსტი, ლოკალური პროტესტი, არ ვიცი სხვადასხვა აქტივობა, მაგრამ ესეთი ღერძი, თავარი ღერძი მაინც არის სწორედ აქციები რუსთაველის გამზირზე, აგე ფოტოც გვაქვს ახლა ჩვენ ამგვარად. კიდევ ერთი სლოგანი ამორატდება თუ არ ვცდები ახლა. განმეორდება თუ არა 25 თებერვალი ერთი ამბავია და მეორე სლოგანიც აქვს თუ არ ვცდები. რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ეხლა რას გულისხმობ აქ წრუხ მერთი და ვარქვი ტრამპს ამ შემთხვევაში. დიახ, ბევრ ჩვენგანს ჰქონდა, ბევრ საზოგადოებაში ჰქონდა იმედი, რომ ტრამპი იქნებოდა უკეთესი საერთაშორისო კონტექსტში, საერთაშორისო ასპარეზზე, ამბების, მოვლენების, პროცესების გააზრების თვალსაზრისით იყო მისი წინამორბედი ჯოზეფ ბაიდენი. ეს უკანასკნელი მიზეზთა გამო აღარ ჩაუხმოვდეთ ახლა ამ ამბებს, იყო ძალიან უკიდურესად სუსტი მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია, რასაკვირველია, მაგრამ აღიაროთ იყო სუსტი, მან საშუალება არ მისცა რუსეთს, რომ უკრაინა დაემარცხებინა რუსეთს, მაგრამ არც იმის შესაძლებლობა მისცა უკრაინას, რომ უკრაინას გაემარჯვა ამ საშინელ იმპერიაზე. აი მოვიდა ამის შემდეგ უკვე დონალდ ტრამპი, რომელიც ბაიდენი მოგენატრებაო, ბევრი იტყვის და ბაიდენი ენატრება მართლაც ბევრს. მაგრამ მე მას წრუხ მერთი დავარქვი, იმიტომ რომ მის მერთი არ არის, არა შეიქმნა კერპი, ხო, თავსა შენსა თუ არ ვცდები ასეა, ხო? მოკლედ არ უნდა გავაკერპოთ ეს ადამიანი, ბევრმა გააკერპა კიდეც და რაღაც იფსონები დავდეთ მასზე. დიახ, სამწუხაროდ ბაიდენმა აი ამ უკაცრავად ტრამპმა ითამაშა უაღრესად არასწორი პოლიტიკური სვლები გააკეთა, რამაც უკრაინა პირველ ყოვლისა და მე ჩვენს როგორც ასეთი, როგორც ქვეყანა დავხია უკან და ერთგვარად ჩაგვაქრო კიდეც ამ პროცესში, მაგრამ ტრამპი კი არა, ტრამპზე უფრო ეხლა სხვანაირად ავხსნი. პოლიტიკოსი კი არა ნებისმიერი პოლიტიკოსი კი არა, უფრო მაღალი რანგის სასულიერო პირიც რომ გამოვიდეს, აი რომის პაპი რომ გამოსულიყო მაგალითად და ეთქვა რომ ის რა უკრაინა და რუსეთი და შეერიგდნენ და უკრაინამ უნდა დათმოს გარკვეული ტერიტორიები, რა უნდა დაგვეჯერებინა, ან მართლმადიდებლური მსოფლიო პატრიარქი რომ გამოსულიყო, უნდა
უნდა დაგვეჯერებინა თავარანგელოზი რო ჩამოფრენილი იყო მეთქი ციდან უნდა დაგვეჯერებინა რომელიმე მოციქული რომ მოციქულს რომ ეკადაგა უკრაინის ერთგვარიან გარკვეულწილად დამარცხების აუცილებლობის თაობაზე კადაგად რო დავარდილი იყო რომელიმე მოციქული უნდა დაგვეჯერებინა მე ამ ყველაფერს ცხადია ვუტრირებ ეხა მოციქულს და თავარანგელოს ციდან ჩვენ ვერ ვდახავთ მაგრამ ამით მინდა ავხსნა და დაგიდასტუროთ რომ ტრამპი არ არის უმაღლესი ინსტანცია ვწუხვართ რომ ასე მოხდა წუხვართ რომ შეერთებულმა შტატებმა პირველ ყოვლისა უღალატა საკუთარ თავს, საკუთარ პრინციპებს, საკუთარ არს, სულისკვეთებას, ისტორიას და მომავალს და წარსულს და აწყოს ესე ვიტყვია საკუთარ საზოგადოებას, საკუთარ პრეზიდენტების ისტორიას და კაპიტოლიუმს როგორც ასეთს და დაფუძნებელ მამებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატები მიუხედავად ამ დიდი წარსულისა არის მართალი მისი დღევანდელი ადმინისტრაცია ეს არ ნიშნავს იმას, რომ პატარა საქართველოს ან მასზე დიდ უკრაინას არ აქვს თვით შეერთებული შტატებისთვისაც კი წინააღმდეგობის გაწევის ვალდებულებაც კი როცა ისტორიულ ამბავზე, ისტორიულ პროცესზე, ისტორიულ სიმართლეზე არის საუბარი. რა მნიშვნელობა აქვს შესაბამისად რა სიტყვის სრულღმერთი ტრამპი? დიახ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. და ახლა გადავიდეთ შემდეგ სლოგანზე თუ არცდები რომელიც ეხება მე არ მგონია რომ არ მგონი ეხება ბიზნეს არის თუ არა ბიზნა ივანიშვილი, ხო, ბიზნა არის თუ არა სერგო, არა. ბიზნა ივანიშვილი მეც კი მithქვამს რომ ბიზნა ივანიშვილი არის სერგო ორჯორიგიზე, მე ვთქვამს ბევრჯერ ამგვარად გამილანძღავს ბიზნა ივანიშვილი, მაგრამ ბიზნა ივანიშვილი არ არის სერგო ორჯორიგიზე. სერგო ორჯორიგიზე 1927 წელს 27 წელს მოიკლა თავი. არა, ბიზნეს ამბავში არ ვლაპარაკობ ამას, ხო? თუ თიხუშები რო უყარს იმ ბიზნეს ამბავში. აქ ვლაპარაკობ იმაზე რომ ბიზნა სერგო ორჯონიკიძე იქცევა მაშინ, როდესაც საქართველოში კიდევ ერთხელ დედაქალაქის ცენტრში მოდი ასე ვიტყვიან ქვეყნის დედაქალაქში შემოჯილიკინდება რუსული ჯარი, ბიზნას ეჭირება წითელი საბჭოთა დროშა, მაგრამ ყველაფერი მიდის სწორედ იმისკენ, რომ ბიზნა ივანიშვილმა, ხუიზ ივანიშვილი, ბიზნა ივანიშვილმა ეს ყველაფერი გააკეთოს ჩვენ სინამდვილეში. მიხავს ბიზნა ივანიშვილს ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე ის ეწყინება ვინმეს, მაგრამ მაინც ბიზნა სერგოთ კი არა. სერგოზე უარეს პერსონად ყალიბდება, იმიტომ რომ ჩვენ მაშინ არასრული სამწლიანი დამოუკიდებლობა გქონდა 1918 წლიდან 21 წლის თებერვლამდე და ცოტა შანსი გქონდა გაძრობისა. დღეს მაინც 34-35 წლიანი დამოუკიდებლობა გვაქვს და მაინც დაფუძნებულია სახელმწიფო მეორე რესპუბლიკა როგორც ასეთი. როგორღაც დაფუძნებულია და აი ამასაც თუ მოარღვევს რუსეთის ბრძანებით გამოისობით კარნახით ბიზნა ივანიშვილი ის რაც საკვირველია სერგოზე უარეს პერსონად ჩაეწერება ჩვენ სინამდვილეში. ამიტომ მე მას არ ვუსურვებ გულახდილად გეტყვით სერგოობას, მაგრამ თვითონ რომ მიაქანებს საკუთარ თავს ჯერ არ არის კვლავ ვიმეორებ, მაგრამ სერგო ორჯონიკიძე ობამადე რომ მიაქანებს საკუთარ თავს ეს საკუთარ პერსონას, ამ ქვეყანასაც რომ იაკანებს ახალი ტიპის საბჭოეთამდე, ესეც ფაქტია. მით უფრო რომ საბჭოთა კავშირის ერთგვარი საბჭოთა კავშირის აღდგენა რაც საკვირველია სურს რუსეთს, პირველ რიგში მოხელთება ჩაყლაპვა უკრაინისა, ბევრჯერ მithქვამს და მეორე რიგში რაც საკვირველია მოხელთება ჩაყლაპვა საქართველოსი, როგორც იმ ქვეყნისა, რომელმაც თავის დროზე პირველმა გაუწია მას წინააღმდეგობა 80-იანებში, 90-იანებში და 2008 წელსაც. არ მახსოვს სიმართლე გითხრათ გვაქვს თუ რა შემდეგი სლოგანი, მაგრამ ამით დაგემშვიდობებით მე 25 თებერვალი თაოდა და თბილისებურად ხალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი, ხო ეს გასააზრებელი გვაქვს, რატომ დუმდა სხვა შორის იმხანად ხალხი და გასააზრებელი გვაქვს რატომ არის დანაშაული ჩვენი მათი ყოველ შემთხვევაში დუმილი დღეს და ახლა, ვინც ახლა დღეს და ახლა დუმს, იმიტომ რომ ჩვენ 21 წლის ამბავი შეიძლება დაგვიდგეს ჩვენ დაუნებურად და აი ჩვენი რესურსი ვინც ახლა ქუჩაში ვართ არ იყოს სუსტად ისე როგორც არ იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მსვლელების რესურსი გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, მათ შორის იუნკერებისა, მათ შორის
შეერაღებული ძალებისა, მათ შორის პოლიტიკოსებისა, საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლებისა და ასე შემდეგ და ბევრი მათგანი მერე უკვე მოიხელთა კიდეც, თუმცა არ დაიმდო უკვე 30-იან წლებში, მაგრამ 20-იან წლებში მოიხელთა საბჭოთა საქართველოს რეჟიმმა, საკუთარ სამსახურში ჩაიხენა, ასე მიანგრია გაანადგურა პიროვნულად და საქართველოს 70-იან წლიან უხელში ამყოფა ეს არ განმეორდება 1921 წლის 25 ფებრუარს კი აღვნიშნავთ მანამ სანამ 1 კვადრატული სანტიმეტრი აქვთ რუსებს და რუსეთს ოკუპირებული აქვს ნახვამდის 25 თებერვალს 16 საათზე საქართველო იფიცება 25 თებერვალი საქართველოსთვის ტრაგიკული დღეა ჩვენ არ დავუშვებთ მის განმეორებას დღეს ბევრად უფრო ძლიერები ვართ უწყვეტი პროტესტი მოედო საქართველოს. ქუჩა-ქუჩა ვიცავთ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. 25 თებერვალს საქართველო იფიცება. იფიცებიან დასაქმებულები და დამსაქმებლები. იფიცებიან ადამიანები, ვის მხრებზეც დგას საქართველოს ეკონომიკა. სამსახურებიდან გამოვალთ გარეთ და მარშებით დავიძვრებით გმირთა მოედნისკენ. მივალთ გმირების მემორიალთან, ვინც სიცოცხლე შესწირა საქართველოს. მივალთ 59 სინდისის პატიმრის სახელით. მივალთ 500 ნაწამები თანამებრძოლის სახელით. მივალთ 1000-ობით უსამართლოდ დაჯარიმებული ადამიანის სახელით. მივალთ 100,000-ობით გაბრაზებული ადამიანის სახელით. მივალთ საქართველოს სახელით. მივალთ ჩვენს გმირებთან რწმენით და პირობით, რომ საქართველოს თავზე ყოველთვის იფრიალებს საქართველოს დროშა. Thank you.